ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო პირველი ამერიკული ფილმია, სადაც მაყურებელმა კინოეკრანებზე პირველად ნახა ტუალეტის ჩარეცხვის კადრი. დასაჯერებლად რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ფილმში ნათლია არც ერთხელ არ არის გამოყენებული სიტყვა მაფია. პარანორმალური მოვლენები ერთ-ერთი ფილმია, რომელმაც ფილმის შემქმნელებს დიდი ბიუჯეტი და წარმატება მოუტანა. მისი გადაღება 150,000 ამერიკული დოლარი დაჯდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფილმი კინოთეატრებში ჩაეშვა, მისმა შემოსავალმა 193 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. მაგრამ აი ტიტანიკის გადაღება იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე თავის დროზე გემში გადაიხადეს. სანამ თქვენ იურული პერიოდის პარკს უყურებთ და ტკბებით, სპეცეფექტებით, გაფორმებებით და რეჟისორული ნამუშევრით გეტყვით, რომ დინოზავრების ხმა რეალურად 2 სექსია. ალბათ ოდესმე თქვენც მიგიმსგავსებიათ, თუმცა ახლა ზუსტად იცოდეთ, რომ ვარსკვლავური ომების იო და ალბერტ აინშტაინის პროტოტიპია. ფილმისთვის უოლ სტრიტის მგელი მსახიობმა ჯონ ჰილმა იმდენი ყალბი კოკაინი შეიყნოსა, რომ საბოლოოდ ბრონჰიტი დაემართა და ხანგრძლივი მკურნალობაც მოუწია. პროფესიისთვის არანაკლებ თავგანწირულია კევინ სპეისიც. მან ფილმისთვის The Usual Suspects თითები წებოთი შეიერთა, იმისთვის, რომ მისი პარალიზებული ხელი მაყურებელისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და თვალსაჩინო ყოფილიყო. Here is John ყველაზე პოპულარული ფრაზაა. ამ სცენის გადაღებისას გადამღებმა ჯგუფმა ძალიან იწვალა. ზუსტად 3 დღე დაჭირდა ჯეკ ნიკოლსონს, რომ ეს ფრაზა ყველაზე შთამბეჭდავად ეთქვა და ზუსტად ამისთვის გადასაღებ მოედანზე გასაჩეხი კარი 59 ჯერ გამოცვალეს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. იხილეთ ახალი ვიდეოები ყოველდღე ანონიმურ ფაქტებზე. მომავალ შეხვედრამდე.